მამა პირველ რიგში მინდა გთხოვოთ კომენტარი იმ კონკრეტულ ფაქტზე, რომელიც გადაცემის დასაწყისში გახდა ჩვენთვის ცნობილი, უკავშირდება ცნობილ წარმოშობით რუს თეოლოგს, ფილოსოფოს, მართლმადიდებელ თეოლოგს ანდრეი კურაევს, რომელიც არ შემოუშვეს საქართველოს საზღვარზე 3 წელი მას აეკრძალა შემოსვლა, არადა მისი ლექცია დაგეგმილი იყო საბაუნის უნივერსიტეტში, ძალიან საინტერესო თემაზე, რუსეთის ეკლესიაზე, ის მსოფლიო საპატრიარქოს დიაკვანი გახლავთ ამავე დროს მოქმედი სასულიერო პირი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა პრობლემები მოსკოვის საპატრიარქოსთან. როგორ შეაფასებთ თავისთავად ამ ფაქტს და როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასეთი რამ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოს საზღვრებს რუსეთი აკონტროლებს. ვინც მას უპირისპირდება, იმას ჩვენთან როგორ შემოუშვებდნენ, ხო, არ შემოუშვეს. სხვა მას დანაშაული არ გააჩნია, ხო, არავითარი, არც რამე ისეთი საზღვრის გადაკვეთის პრობლემა ექნებოდა, არც არაფერი, უბრალოდ ის დაპირისპირებულია რუსულ მიმართულებას, თუ შეიძლება ესე ითქვას, რა რეჟიმიც რუსეთშია, ასევე ეკლესიის ქცევებს, მისი ეკლესიის და ეს თავისთავად გამოდის მათი მტერი და ვინც არასასურველი პირი და ვინც რუსეთის მტერია, ის საქართველოში არასასურველი პირია, როგორც ჩანს. მიზეზი ეს იქნებოდა, სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. ისე როგორ ფიქრობთ, ისეთი მასშტაბის მეცნიერის, მართლმადიდებელი თეოლოგის და ფილოსოფოსის ცოდნა რამდენად მნიშვნელოვანი არის თეოლოგიით დაინტერესებული, მართლმადიდებლობის ისტორიით დაინტერესებული ქართული აუდიტორიისთვის, მათ შორის სასულიერო პირებისთვისაც. ქართული აუდიტორია მე რამდენადაც ვიცი, მეც მათ შორის და მთელი ეს მორწმუნე საზოგადოება, ვისაც რამის გაგება უნდა და კურაევს უსმენდა. ძალიან დიდი ღვთისმეტყველია, ძალიან განათლებულია და ამავდროულად ის ნაცხოვრებია იმ კომუნისტურ სისტემაში და მან კარგად იცის ეს შედარება, თუ რა იყო, რა უნდა იყოს და ეხლა რა ხდება და კანონიკოსიც არის, აკადემიაში ასწავლიდა რუსეთის მოსკოვის აკადემიაში და საკმაოდ განათლებულია, ბევრი წიგნებია ქართულადაც თარგმნილი და მნიშვნელოვანი პიროვნება, არა მხოლოდ ჩვენთვის და რუსეთისთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით, როგორც მართლმადიდებელი მოღვაწე და მართლმადიდებელი